პირველი კითხვა. რა ასაკის პირს აქვს უფლება არჩეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტად? სწორი პასუხია. არანაკლებ 40 წლის. მეორე კითხვა. რა შემთხვევაში იმართება პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები? სწორი პასუხია. თუ არჩევნები არ შედგა, ან საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტი არ აირჩია. მესამე კითხვა. როდის იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები? სწორი პასუხია. საქართველოს პრეზიდენტის უფლება მოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. მეოთხე კითხვა. როდის იწყება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის უფლება მოსილება? სწორი პასუხია. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. მეხუთე კითხვა. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე რომელ სუბიექტს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა? სწორი პასუხია. საქართველოს მთავრობას. მეექვსე კითხვა. ვინ ნიშნავს სახელმწიფო რწმუნებულს? სწორი პასუხია. საქართველოს მთავრობა. მეშვიდე კითხვა. ვინ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე? სწორი პასუხია. საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. მერვე კითხვა. ვინ ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს? სწორი პასუხია. საკონსტიტუციო სასამართლო. მეცხრე კითხვა. ვინ და რა ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს? სწორი პასუხია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ირჩევს პარლამენტი. მეათე კითხვა. ვინ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე? სწორი პასუხია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი. მე-11 კითხვა. რამდენ ხანში ერთხელ და ვის წარუდგენს პროკურატურა თავისი საქმიანობის ანგარიშს? სწორი პასუხია. პროკურატურა ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს თავისი საქმიანობის ანგარიშს. მე-12 კითხვა. რა ვადით აირჩევა გენერალური პროკურორი? სწორი პასუხია. 6 წლის ვადით. მე-13 კითხვა. ვის ან რას ემორჩილება საქართველოს პროკურატურა თავისი საქმიანობისას? სწორი პასუხია. საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
მე-14 კითხვა. ვინ იღებს გადაწყვეტილებას თვით მმართველი ერთეულის შექმნის, გაუქმების ან მისი საზღვრების შეცვლის თაობაზე? სწორი პასუხია საქართველოს პარლამენტი. მე-15 კითხვა. როგორ კომპლექტდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო? სწორი პასუხია საყოველთაო თანასწორი და პირდაპირი არჩევნებით. მე-16 კითხვა. რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიწყოს პარლამენტში წარდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა? სწორი პასუხია კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნება საყოველთაო სახალხო განხილვისათვის. მე-17 კითხვა. პარლამენტის წევრთა რა რაოდენობის მხარდამჭერა აუცილებელი კონსტიტუციური კანონის მისაღებად? სწორი პასუხია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3. მე-18 კითხვა. რა გავლენას ახდენს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება კონსტიტუციური კანონის განხილვის პროცესზე? სწორი პასუხია კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება. მე-19 კითხვა. რა ვადაში გადაეცემა კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/4? სწორი პასუხია პარლამენტის მიერ მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მე-20 კითხვა. რა შემთხვევაში ითვლება მიღებულად გადაწყვეტილება კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ? სწორი პასუხია თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5.